მოგესალმებით მეგობრებო, ეს მე ვარ საბა, ისევ დაგებრუნდით და დღეს ჩვენ თამაშობთ Minecraft Pocket Edition-ს. როგორც შეგვიძლია მეგობრებო, წინა სერიაში გითხარით, რომ გადავიღებთ Minecraft გადარჩენის რეიმს. და მოდით დავიწყოთ. როგორც ჩანს, ძალიან გამიმართლა და იღბალმა მინდო, იმედია ასეც გავაგრძელებთ. მოდით ახლა შევამოწმოთ ამ სოფელში არის თუ არა ნივთების სახლი. მოკლედ, ნივთების სახლი, იგივე ის სახლი, სადაც ნივთები არის. აი ისიც. აბა ვნახოთ, რამე თუ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. ეს კარგია. 3 რკინა და 1 ოქრო. პრინციპში მეტნაკლებად კარგი არის, ცუდი ნამდვილად არ არის. მოდით ახლა ეს კივრიც მოვამტვრიოთ, დაგჭირდება. ახლა კი მოდით ახლა მეგობრებო, ხის მოჭრას შევუდგეთ. აქ დროებით განაგრძებ ცხოვრებას, შემდეგ კი ცოტა მოშორებით ვიცხოვრებ ამ სოფლიდან. ჩემ საკუთარ სახლს ავაშენებ. აი ამ სახლში ვიცხოვრებ. მანამდე კი მოვჭრათ ხე. ამიტომ ჩვენ განვითარებაში დაგვეხმარება. ესეც ასე. 2 ხე მოვჭრათ. ესეც ასე. ეს ხე მოვჭერთ. ახლა ეს ხეც მოვჭრათ. ესეც ასე. ახლა ეს ხე მოვჭრათ. მეგობრებო, ერთ ამბავზე მინდა მოგიყვეთ. გუშინაც და დღესაც რამდენი ვეცადე, რომ გადამიღო ვიდეო გადარჩენის რეჟიმზე. მაგრამ რატომღაც არ გამომდიოდა, იმიტომ რომ საშინელი ხმაური იყო. თითქოს ყველაფერი დამშვიდდა და წყნარად არის, მაგრამ უცებ რაღაც აჟლიოტალი ატყდება. და ბევრჯერ ძალიან ბევრჯერ ჩამიფლავდა ჩემი ვიდეო. მაგრამ არ აუშავს. მე მაინც არ შევწყვეტ ამ ვიდეოს გადარჩენის რეჟიმის გადაღებას. 4, 8, 12, 16 წელი ჯოხი პრინციპში საკმარისია. ახლა ეს ყველა ავიღოთ. აი ამ 3 ხის გარდა 3 ხე ჩვენ დაგჭირდება. ჩანდაბა. ამის კრაფტინგებს ვერ ვიტან, აი უბრალოდ განლაგება მეზიზღება ძალიან. უბრალოდ საშინელება. უბრალოდ ესე უნდა დააწყვეთ, მთლიანად თუ წაიღოს. და ასაღებად ესე განაწილებთ და მივიღებთ ხის წერაქვს. ჯერჯერობით ხის წერაქვს შემოვიფარგლები, იმიტომ რომ ხის წერაკვის გარდა სხვა ქვის ნივთებსაც დავამზადებ და მოდით ახლა რო არ დაგჭირდეს ეს საშინელი მაღაროების ცხრა, აი აქედან ავიღოთ. ძალიან მაგარი ტროლობაა, ძალიან მაგარიც არა, გრანდიოზული, მაგრამ მეტნაკლებად კარგი უფრო გეგმა არის, კარგი სტრატეგია არის, აქედან ქვის ამოღება. თუმცა ისიც არ იქნებოდა ურიგო, რომ ეხლა ჩვენ ჩავსულიყავით მაღაროში და მოგვეპოვებინა ქვა. მაგრამ მე რატომღაც ესე ვარჩიე და ესე მომეწონა. და მივყვები ესე.